მოგესალმებით ტოპსპიდიდან, როგორც იქნა შემოვაგორეს ჩვენი ლურჯი რაში ტოპსპიდის სივრცეში. მოკლედ, მოგიყვებით ახლა რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, უნდა გავამზადოთ ტრეკისთვის. საბოლოოდ უკვე ყველამ გაიგო, მე მგონი, რისთვის იქნება ეს ავტომობილი. ამ ავტომობილით უნდა იარონ ქართველმა ბიზნესმენებმა ტრეკზე, ერთმანეთში უნდა შეეჯიბრონ დროში. პირველ რიგში იმისთვის, რომ ტრეკზე მოსახვევებში სავარძლიდან, ანუ ქარხნული სავარძლიდან არ გადმოვარდეთ, ასე ვთქვათ, გვჭირდება რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული კოვში. ნამდვილი კოვში და არა პოლუკოვში. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ავტომობილი კომფორტული სამართავი იყოს, გვჭირდება საჭე, რომელიც ძალიან დიდი არჩევანი არის ტოპსპიდში, არის ყველანაირი ფორმის, ზომის, ფერის, როგორიც თქვენ გაგიხარდებათ. და ასევე ტოპსპიდის მეორე სართულზე თუ ახვალთ, ორიგინალი საჭეებიც არის, ვინც წუწუნებთ ხოლმე რაღაცებზე, იმათ საყურადღებოთ. ასევე გვჭირდება სპორტული საჭის დასაყენებლად ეგრეთ წოდებული გადამყვანი, რომ სპორტული საჭე მოვარგოთ ჩვენს ავტომობილს. რა თქმა უნდა, ტრეკზე სიარულს თუ ვაპირებთ, აუცილებლად გვჭირდება ღვედები, რომელსაც აუცილებლად უნდა გქონდეს ომოლოგაცია, არასდროს არ შეიძინოთ ომოლოგაციის გარეშე ღვედები ყოველთვის იყიდეთ ომოლოგირებული. როგორც მოგეხსენებათ, ტოპსპიდი არის სპარკოს და OMP-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, ოფიციალური წარმომადგენელი და სპარკოს და OMP-ის ოფიციალური ნივთები, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ შეიძინოთ ამიერიდან, უკვე ძალიან დიდი ხანია ტოპსპიდში. როგორც ხედავთ, სტანდარტული სიტუაცია არის, რაც BMW-ს ხშირად მოსდის ხოლმე, რაღაც პრობლემები გქონდა ძრავთან დაკავშირებით, ეს ამათი, ასე ვთქვათ, ისეთი პრობლემა არის გავრცელებული, ეს შლანგი იხევა ხოლმე და ნუ რატო იხევა? იმიტომ იხევა, რომ დაძველდა, უკვე ძალიან დიდი ხნის არის. ფაქტიურად ალბათ ჩემზე უფროსი არის ეს ავტომობილი, 1994 წელს არის გამოშვებული. ძრავზე რაღაცეები მოვაგვარეთ. ამ ადგილას ჰქონდა ვაკუუმის შლანგებს პრობლემა. დავაყენეთ ტოპსპიდის სილიკონის შლანგები, რომელიც უკვდავი არის და არასდროს არაფერი არ მოსდის და როგორც ხარხნულ ავტომობილებზე, ასევე ავტოსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურად გამზადებულ ავტომობილებზე ხშირად იყენებენ ხოლმე ბიჭები და ძალიან მაგრად მუშაობს. ძრავში რაღაც პატარ-პატარა რაღაცები გავაკეთეთ. ეხლაც მიმდინარეობს რაღაცების აწყობა, ეს უნდა ჩავანაცვლოთ აი ამ სილიკონის უფუჭებადი მილით, რომელიც არასდროს არ ფუჭდება, მინდა გითხრათ. ასევე ვაპირებთ K&N-ის რეცხვადი ფილტრის ჩაყენებას და ეს ქარხნული ფილტრი აქედან წავა. ვტოვებთ ქარხნულ კორპუსს, იმიტომ რომ რატომ მაგასაც ავხსნი. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ეხლა ამ შემთხვევაში მარტივად რომ მიუდგეთ ამ საკითხს, იქნება ქარხნული კორპუსის დატოვება და შიგნით K&N-ის ფილტრის ჩასმა. ასევე პრობლემა გქონდა საწვავის ტუმბოსთან, ეგეც შეიცვალა, ღვედი შევცვალეთ ძრავის, აალების სანთლები შევცვალეთ და ძალიან ბევრი რამე შევცვალეთ ამ ავტომობილზე, იმისთვის რომ ტრეკისთვის გაგვემზადებინა. რომ ორჩება ტოპსპიდში ამ ავტომობილის, ასე ვთქვათ, ხელის შევლება და აწყობა, წავიყვანთ ტესტზე, გავატარებთ ტესტს, ნახოთ, გაუძლებს, არ გაუძლებს, რა პრობლემა იჩენს თავს. თუ რამე დასაკორექტირებელი იქნება, დავაკორექტირებთ, თუ არა და უკვე ჩვენი ავტომობილი მზად იქნება დროის შესატევად. აბა. ეგ არის. დაიქოქა. ოკლედ, აჩიკომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეორე სიცოცხლე ეჩვენებინა ჩვენი ავტომობილისთვის. მუშაობს საათივით.